მახსოვს ცხინვალში ებრაელთა უბანში ბაზართან ახლოს ერთი ორსართულიანი ნახევრად ფიცრული სახლი იდგა. სადაც ცხოვრობდნენ თავადთვის იაკობი და ასნათ ასტანჯელოები. მათი აევნიდან რომ გაგეხედა კავკასიის გაყინულწვერიანი მთები და ლამაზად თოვლით დაფარული ისე სჭანდა როგორც პიკასოს სურათი. თის გაფილტრული ჰაერი და მოჩუხჭიხე ლიახვის წყალი სიცოცხლეს უმატებდა იქაურ ხალხს. მათ არ იცოდნენ რა იყო წამალი, რა იყო ექიმი, რა იყო ბალნიცა. ყველა ჯანმრთელები იყვნენ. ჭამდნენ იმას, რაც ჰქონდათ. ყველას 6, 7, 8, 9 შვილი წყავდა. მაგრამ ისე იზრდებოდნენ. თვალის დახავებაში უკვე ვაჟკაცები და ქალიშვილები იყვნენ. მეც მინდა მოგიყვეთ ჩემი თავგადასავალი, რაც რომ მახსოვს ცხინვალიდან, ჩემი ოჯახიდან 70 წელი შემისრულდა და ჩემმა შვილიშვილმა თავის მამისგან მოყოლილი ამბები ივრითულ ენაზე ლამაზად ჩამოაკიცკეცა და ჩემ დაბადების დღეზე წამიკითხა. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ისე გამატარა და გამომატარა წარსული ჩემი ბავშვობის ადგილზე, თითქოს ჩემს გვერდით იყო. მარტის სუსხიანი ღამე იყო. ცხონებულ დედაჩემს საათობით ელოდებოდა ჩემს დაბადებას, რომელსაც მთელი ღამე მამაჩემი გვერდით კრაუნზე უჯდა და ხშირად ეუბნებოდა ასნათ, წავიდე ბებიაქალი მოვიყვანო. დედაჩემი ეუბნებოდა არა იაკო, ჯერ მოიცადე. დილის 5 საათი რომ მოვიდა, დედაჩემმა უთხრა იაკობს, იაკო, წადი ლოცვის დროა. ლოცვა ილოცე და ლოცვიდან რომ დაბრუნდები, ბებიაქალსაც გაუვარე და ერთად მოვდით. მამაჩემს დაუჯერა და აიღო თეფილიმი და სისითი, ლოცვას წავიდა. ხუთშაბათი დღე იყო. დილით სეფერი რომ გამოვბრძანდა და რომ გაიხსნა მამაჩემმა პირველი შეხვეწება ის იყო, რომ ღმერთო, ჩემი მეუღლე მშვიდობით გადაარჩინა. ლოცვა რომ დამთავრდა, მამა ბებიას ქალთან გაიქცა და სულ სირბილით მოიყვანა სახლში. სახლში რომ შემოვიდნენ, დედაჩემი უკვე ლოგინში იწვადა გვერდზე ახლად დაბადებული ბიჭი ეწვინა. მომილოცავს იაკო, კიდევ ერთი ვაჟიშვილი შეგვეძინა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდათ. ეს როგორ მოხდა ასნათ, არც ბებიაქალი არაფერი. გამჩენია ჩვენი შემნახველი. ვინც გაგვაჩინა ის დაგვარჩენს, ისე გავაჩინე არც გამიგია. მადლობა აკადუშ ბარუხურს უთხრა დედაჩემმა.
იმ დილით თელმა უბანმა გაიგო რა ასლანჯელი იაკობის სახში კიდევ ერთი ვაჟიშვილი გაჩნდა რომელსაც დანიელი დაარქვეს ლიახმაც გაიგო ბიჭის დაბადება და რომ შეუერთდა დიდ ტყვარსაც გადასცა რომ ასტანჯელოების ოჯახში კიდევ ერთი ვაჟკაცი დაიბადა თელი ზეციერი ანგელოზები ზედ დამტრიალობდნენ მე რომ ბავშვს ვაჩენდი ეუბნება დედაჩემი ასე მეგონა 64-ში ვიყავი ისე გავაჩინე ვერც კი გავიგე ასე ვიზრდებოდი გადიოდა დღეები ამ საყოლელი ოჯახის 8 შვილთან ერთად სადაც რომ ყველაფერი თავის დროზე იყო და საჭმელი არ დაგვკლებია არ ძალიან დიდრები ვიყავით და არ ძალიან ღარიბები ცხონებული მამაჩემი არაფერს არ აკლებდა ოჯახს ოღონდ ოჯახს არაფერი დაკლებოდა დღე და ღამეს მუშაობაში ათენებდა ჩვენი ოჯახი სულ ღია იყო დედაჩემი აქეთ ეძებდა რომ ვიღაცათვის პატივი ეცადა ვიღაცათვის მოეფონებინა ისე ეძებდა მადლებს როგორც ადამიანმა წყურვალი ადამიანმა წყალი ეძებს ის იყო მაგათი სიმდიდრე რასაც კარს გააკეთებდნენ აი ის დარჩებოდა და გამჩენით შველოდა ამ მდგომარეობებში მახსოვს რომ დედაჩემი გამხმარ პურს რომ ჩაყრიდა ჯამში და ზეიდან ლობიოს წეს რომ გადაავლევდა და ხელზე თავს გადავამისევდა და მეტყოდა მოიცადე შვილო გაცირდეს ცოტა ცხელია პირი არ დაგეცას მე ისე გემრიელად შევექცეოდი იმ ლობიოს და იმ პამიდურის წნილს რომ დღეს დღევანდელი სტეკებს ვერ შეჭამისი აი ის იყო სიხარული და ის იყო გემრიელი როდესაც გშიოდა და ასეთ საქმით გავაცხებოდით მახსოვს რომ მარტო მაიკა მეცვა და ფეხშალა დავრბოდი ეზოში მაიკის დაბლა ბულავკით მქონდა შეკრული ტრუსიკით ის იყო და მაიკაც ის იყო მე ამას რა დამავიწყებს ეს იყო ჩემი გადარებული ბავშვობა მახსოვს რომ ძალიან ცელქიც ვიყავი ვერავინ მომედრებოდა ხის წეროზე რო ავიდოდი 10 მეტრის სიმაღლეზე და ქანაობას დავიწყობდი ცხონებულ დედაჩემს გული მისდიოდა არ ჩამოვარდესო ჭკუაც არ მქონდა რას ვაკეთებდი მაგრამ გამჩეს ვეჭირე ხელით და შველოდა რომ მე არ ჩამოვარდნილიყავი ხანდახან კიბეზე ჩამოსასვლელი მეორე სართულიდან გადმოვხვდები ხოლმე მოკლედ ძალიან ცელქი ვიყავი რომ ამ ეზოში ჩემნაირი ცელქი არავინ არ იყო ჩვენ გვყავდა ერთი ქალბატონი კარის მეზობელი ვისთანაც ჩვენ ერთი კედელი ჰქონდა ქალბატონი ხაისარა კრიხელი ზედმეტ სახელად ტანგო ხაისარას ეძახდნენ ღმერთმა აცხონოს ძალიან მაჩხუბარი ქალი ბრძანდებოდა მაგრამ გულკეთილი ძალიან უყვარდი და იმ ქალბატონმა დამარქვა მეც ქვიტო რომელიც სახელიც დღეს 73 წლის ვარ და ამ სახელით ვცნობენ
ვიღაცას რა უთხრა ჩემი სახელი დანიელი შეიძლება არ გაიგოს, მაგრამ თქვითოს რომ ეტყვიან, უკვე იციან თუ ვინ ვარ. ხანდახან ხალხი რომ ეძებს, თქვითოს ლოცვა სად არისო? ასეთ სახელი მე მგონი 120 წლისაც რო გავხდე, არ შემეცლება, არც მწვენია. უკვე სიმერეში შევდივარ და ისევ თქვითოს მეძახია. მახსოვს ერთხელ შაბოყოთის დღე იყო, ჩვენ ზეზოში დიდი კოცონი დავანთეთ. ვიქნებოდი ეგრე 7 თუ 8 წლის, აღარ მახსოვს ზუსტად. ისეთი კოცონი დავანთეთ, რომ მისი წვერები ცას უწდებოდა და ბიჭები ზედ ვახტებოდით ამ ცეცხლს. ტრადიციულად ყველას შეგიძლია გენახოთ, დღესაც ისრაელშიც არის ეს ამბავი. ისეთი დიდი კოცონი ეთო, რომ გარეშემო პიცრის სახლები იყო და ჩემს მეზობელ ქალს შეეშინდა სახლის ყავარს არ მოეკიდოსო და ერთი ვედერა წყალი კოცონს გადაავლო. მაგრამ კოცონი არ ჩამქრალა, ისევ იყო. ძალიან დიდი ალიას დიოდა და იმ გადასხმულმა წყალმა კოცონის პირას აატალახა, სრიალა გახდა. უნდა დაგენახეთ, მე რომ შიშველა ფეხებით გავიქეცი, გადასახტომად და გამიცურდა ფეხი კოცონის წინ და როგორც მწვადის ნაჭერი, ისე ჩავარდი ამ აღელებულ ცეცხლში. ძლივს გამომათრიეს ცეცხლიდან და ისე ვალი ამდიოდა ბეჭებზე. სულ შავი მქონდა სახე, შავი მქონდა კლავები, შავი მქონდა წელი, მარტო ფეხები მქონდა დარჩენილი. ისე ჩამომდიოდა კანები, როგორც გაატყავო ადამიანი. დედაჩემი ძლივს მოაბრუნეს, რომ დავინახა. მეზობელი მყავდა ერთი ექთანი ქალი, იმან ერთი ლიტრიანი მელანი, საწერი მელანი გამოიტანა და ზედ ტანზე გადამასხა და ცოტა დამიშუშდა. მე აღარაფერი აღარ მახსოვს, მითხრეს რომ ასე იყო. მახსოვს რომ დედაჩემი 6 თვე კუშეთკაზე მიჯდა, რომ დაწოლა არ შემეძლო. მთელი ბეჭები და მუცელი სულ დამწვარი მქონდა. დედაჩემიც როგორც მე, ისე ეჯდა ჩემ კუშეთკის გვერდით, დღე და ღამე და ბატის ბუმბულით შინაურ მალამოს მისმევდა, რომ არ მდგენოდა. 6 თვე ფეხი არ მოუწლია ჩემი კუშეთკიდან. მომარჩინა. დღეს ნიშანიც აღარ მაქვს. დღე და ღამე თეილი მიეჭირა მამაჩემს და ლოცულობდა, რომ გადამრჩენილიყავი. ექიმებმა ხელები ჩაიქნიეს, რომ ეს ბავშვი არ გადარჩებაო, უმაღლესი ხარისხის და სიდამწვრე ჰქონდაო. მარა დედაჩემს თქვა, მე მივენდობი გამჩენს, როგორც მომცა, ისე დამისჩენს. დედაჩემის სინატრული სიტყვები არასოდეს არ გაუბათილებია იმ დალოცვილ აკადჟვარხოს. რასაც შესთხოვდა, ყველაფერი იყო. დედაჩემი 93 წლის გარდაიცვალა და მამაჩემი გადმოვიყვანეთ ჩემთან საცხოვრებლად. ერთხელ მამაჩემს გვერდით მოუჯექი და მამაჩემს ყოველ დღე თეილი რო არ დაემთავრებინა, ის დღე დღეთან შეეძლო.
გვერდზე მოვეჯახი ეზოში პატარა მაგიდასთან. მამაჩემმა თეილები მაგიდაზე დასდო, სათვალეები მოიხსნა და სიცილით მეუბნება. შვილო დანიელი, იმ დალოცვილმა გამჩენმა რაც კი ვთხოვე, ყველაფერი მომცა. ყველაფერი შემისრულა. ახლა უკვე ჩემი აღარაფერი აღარ ვარგა. მგონის რომ დედა შენიც მეძახის იმ ქვეყნიდან, უნდა რომ მეც მასთან წავიდე. შვილო, მე ცხინვალში დავიბადე და ახლა ისრაელში ვარ. შეიძლება იმ დალოცვილ გამჩენს დავავიწყდი და ცხინვალში მეძებს, არ იცის თუ ისრაელში ვარ. აიღო შვილოდ გადურეგე და უთხარი რომ მე აქა ვარ. აქ მომაკნევს და დედა შენთან მალე წავალო. ორივე სიცილით დავიხოცებ და მართლაც რამდენიმე თვის შემდეგ აბზანდა 97 წლის ღმერთმა აცხონეს. ისიც მახსოვს რომ მამაჩემი ზამთარში გარეთ დუქანი ედგა და ჩუსტებს გერავდა, თოვლი რომ მოდიოდა დილიდან საღამომდე არ ადგებოდა. მერჯერ მინახავს მის ქუდზე 9 მეტრიანი თოვლი. აი ასე ინახავდნენ შვილებს, რომ არაფერი არ მოკლებოდათ. მახსოვს რომ შემოდგომით მამაჩემი ღვინოს მემაწოლინებდა. მამაჩემს ერთი ფლავისმანელი გლეხი ყავდა. როგორც ჩვენი ოჯახის წევრი ისე იყო. გაზაფხულობით მამაჩემი ფულს მისცევდა და შემოდგომით თვლის დროს, ყურძნის დაწურის დროს ურმით ყურძენს მოაყენებდა მამაჩემს. მანამ თავი მახსოვს, ყოველთვის მოხდა იმ კაცს მანამ გარდაიცვლებოდა. სად გაზაფხულზე ფულს რომ მისცემდა, შემოდგომით მოჰქონდა ყურძენი იმ ფულით. ერთხელ სეტყვამ დაუსეტყვა რთველი და მთელი ყურძენი გაუფუჭდა. ჩამოვიდა მამაჩემთან კვირა დღე იყო და გვერდზე გადაიყვანა და ეუბნება, იაკო, ასეთი რამე მოხდა და შენი მოვალე ვარ, რა ვქნაო. მამაჩემმა უთხრა, კოტე ერქვა ცხონებულ კაცს. ჩემო მეგობარო კოტეო, ეგ ფული გქონდეს, მეორე წელიც ხო მოვაო. გადაეხია და აკოცა, მე შენაირი კაცი არ მინახავს და მეორე წელს მოვიტანა. მახსოვს როგორ ჩაყრიდა ნავში მამაჩემი მეშოქში წითელ ყურძენს თავს მოკრავდა და შევადგებოდი ფეხებით და ვწურავდი. პადვალში 3 ცალი ქვევრი გვედგა. ერთი 120 ლიტრიანი საფესახო ქვევრი იყო. ყურძენს რომ ვწურავდი, ნავიდან პირდაპირ ქვევრში ჩადიოდა. დედა ჩემი თავზე ადგა, რომ გაივსებოდა, თავის ხელით დაადგავდა თავსახურს ქვევრს და მიწას მივაყრიდით და დატკეპნიდა მიწას და დაილოცებოდა, ღმერთო, როგორც ჩავასხით, ისე სიხარულში დაგვახარჯინებო. მეორე ქვევრში პამიდორი და კიტრი უნდა ჩაედო ფესახისთვის, წნილისთვის. 50 ლიტრამდე ჩადიოდა. იმასაც დაახურებდა და ამას ფესახში მოხდითო დედა ჩემი იტყოდა.
მართლაც ფესახის წინაღამეს მამაჩემი რომ ბიკულ ხამეს მოკრიფავდა დედაჩემი დაუმალავდა 10 წელს კვერებს რომ მამაჩემს უნდა ეპოვნა ეს ბიკულ ხამესები ისეთი ცელქი ვიყავი 1 წელს მოვპარავდი ცხოვრებული მამაჩემი 9 წელს უცბად იპოვნიდა და მირათეს თელი 2 საათი ეძებდა მერე გაბრაზდებოდა და დედაჩემს ეთქოდა ასნად სად დამალე სად დასდის 1 წელი ვიპოვნო თუ არა დაიწოდე აღარ დავიწყებ ძებლას მერე გამეცინებოდა და მე ვეთქოდი ავას აგერაკ დაუმალებით ეს იყო სიხარული და სიცოცხლე ბიკულ ხამეს რომ დავწავდით მამაჩემი მეტყოდა აბაშვილო ეხლა წავიდეთ მოვხადოთ ქვევრი ნახოთ როგორი გამოვიდა ჩვენი პესახის ღვინო მივიდოდით მე მომათხრევინებდა ახვდიდით თავს დაუძახებდა მამაჩემი დედაჩემს ასნად პესახის ჭიქა მომიტანეო დედაჩემი ხელად მოურბეინებდა და მოგიგებოდა გვერდზე მე მეტყოდა აბაშვილო ჩაყავი დამოიღე მე ჭიქით ცოტას თავიდან მოურევდი ჩავყოფდი ქვევრში ჭიქას ამოვიღებდი და მისცემდი მამაჩემს მამაჩემი ჰაერზე გარეთ გავიდოდა პატლიდან და რო გახედავდა ისეთი ალვის ფერი იყო რომ ვერც ერთი მხატვარი ვერ დახატავს ისეთ რამეს აკურთხებდა და დალევდა მერე მე მეტყოდა შვილო ეხლა შენ დალია ერთი ჭიქა პატარა ვიყავი 12-13 წლის მეც ამოვიღებდი ცოტა შევსვავდი მამაჩემი მეტყოდა არა ბოლომდე დალია დავლევდი ბოლომდე იმ დღიდან ვის სიყვარული არ გამომვლევია და არც გამომველიოს მოხდა ვიცოდი ყველა კუთხე ვიცოდი ყველა ქუჩა ებრაელობის ვიცოდი ის ადგილი სადაც რომელი ლურსმანი ეკრა ვიცოდი ყველა ის პატარა კენჭი სადაც აეგდო ჩვენობაში ვიცოდი ის სიკეთე ისიც მინახავს რომ კეთილი ანგელოზები დატრიალებდნენ ჩვენ ოჯახს საიდანაც სულ მხიარულობა და ლოცვა კურთხება გამოდიოდა დღესაც მახსოვს დედაჩემის ჭრელი თვალები თეთრი სახე და მის თავზე გადაგრული კასინკა რომელსაც შუბლიდან თითით ზომავდა რომ მაღლა არ აიწიოსო და ისევ ჩამოწევდა ხოლმე აი ასეთი ქალები იყვნენ აი ეს წუთები არ დამავიწყდება რაც რომ მამაჩემი პეჩთა რომ მოვიდოდა ზამთარში და ჯიბიდან ვაშლებს და მსხლებს რა მოიღებდა და გაყინული რომ იყო და დაზდებდა პეჩის ქვეშ კალხეს მახსოვს რომ მამაჩემი ყოველთვის მღეროდა სულ ღიღინობდა სულ იცინოდა სულ ხიარულობდა ერთხელ მამაჩემმა მითხრა შვილო დანიელ იცოდე რომ სიცოცხლეში რამდენ ხანსაც იცინი ის სიცოცხლის წლებს არ ეკუთვნის ის დამატებით სიცოცხლეა
ვინც რომ ხიარულობს ის თავის თავს სიცოცხლებს უმატებს რაც გინდა მოგიხდეს ცხოვრებაშიო არაფერზე არ იჯავრო ყველაფერი გაივლისო ყველაფერი მოდის გამჩენიდანო როგორც მოვა ისე წავაო ცუდიც და კარგიც არაფერზე არ იჯავრო სულ მხიარულოდ შეხვდი ყველაფერს რაც რომ შეგხვდესო მეც დღემდე სულ სიცილი და ხარხალი მიყვარს ამაჩემი ძილი მოკეიფე კაცი იყო თავის მეგობრებში სულ თამადა იყო სულ ბაიათებს და დუდუკებს მღეროდა ძალიან ბევრი სიმღერები ვიცი მამაჩემისგან რომელსაც ჩემ მეგობრებში ყოველთვის მღერი ვარ და ერთი კარგი სიმღერა იცოდა მამაჩემმა მეც მიყვარს ძალიან და მოგასმენინებთ ამ ლექსად წაგიკითხავთ ამ სიმღერას სათქმელი ბევრი მაქვს გუნება არ მაძლევს ხელსა მეცხარე ვარ ფარეხს დავდევ ბატკანი არ მივცემ გელსა ცუდი კარგს რომ დაადაროს რა უთხრა მე იმ ქართველსა წმინდა მომხო ერთად გადის ვაი წმინდისა დამრთველსა ხოლოდ ერთხელ ჩავარდები ცუდსა და გასაჭირ დღესა მაშინ ვინ აკავს მშველელი საიდან იპოვნებს ხნელს სწორედ ერთხელ ჩავარდები ცუდსა და გასაჭირ დღესა მაშინ ვინ აკავს მშველელი საიდან იპოვნებს ხნელს მამაჩემი რომ ბაიათით იმღერებდა მარტო უნდა დამჯდარიყავი და გესმიდი მამაჩემს მუსიკა არ შეეშლებოდა დამკვირვებლებმა იცოდნენ ცოტა რომ შეეშლებოდათ მაშინ მამაჩემი დაუყვირებდა გადახვედით გვერდზეო მეც ესეთი ვარ ჩემი შვილებიც ასეთები არიან მუსიკის მუჭუჭები არიან შვილთა შვილებიც იმიტომ ჩვენ გვარი გაქვს ასეთი ასტანჯეროები ძალიან მხიარული და მომღერალი ხალხი ვართ ძალიან ბევრი არა ვართ ათასობით ვართ მაგრამ მაინც ასეთები გავიდა წლები წაიღო ლიახმა ის მძიმე ლამაზი სიხარული ახლა რომ ვიგონებთ თითქმის ეს ყველაფერი გუშინ იყო რამდენს გადავიხდიდი ახლა რომ ერთი წუთით მაინც დაბრუნებული იყო ის როგორც სიზმარი მაგრამ სიზმარი არ მეორდება მე მარტო ერთი რამ დავიბრუნე როდესაც პირველად გორში ჩავედი იმ ადგილას სადაც ლიახვი თვალს უერთდება ჩემ ბიძაშვილ ამლეთის მანქანით ვიყავი მეოთხარი ამლეთ გამიჩერე მანქანა აქ რა გინდა მეოთხარი სულ ლიახვი ამეთქი კი გამიჩერე მეთქი გამიჩერა მანქანა იქვე გორის ბაზართან უერთდება თქوارს ხინვალის ლიახვი შარვალ კოსტუმით გალოსტიკი გაკეთებული გადავედი მანქანიდან ჩავედი რიყეზე შევედი წელამდე წყალში ავიღე ორი ხელით ეს წყალი და ისე მოვიყუდე და დავლიე როგორც კარგი შამპანური და უცბად დამიტრიალდა თავში ის გემო რაც რომ ცხინვალის
ლიახზე გამიტარებიან. ჰამლეტი ვიყურებს შორიდან და ასე მეუბნება, ბევრი მინახავს, მაგრამ შენი სიყვარული ამ ლიახთან დაუვიწყარია. მეოთხარეს ნედერივით მქონდა, საცა გავიზარდე, ის სურნერება ადამიანმა არ უნდა დაკარგოს, ის ადგილი არ უნდა დაივიწყოს, სადაც გაუღლია, სადაც ბავშვება გაუკეთებია. აი ეს ყველაფერი, რაც რომ ლიახმა წაიღო, უკან აღარ დააბრუნებს. ჩვენ წამოვედით ისრაელში. აქ მაინც სიზმარით ხედავთ იმ ყველას, რაც რომ უნდა ყოფილიყო. მე ლიახს ერთი ლამაზი ლექსი მივუძღვენი. ჩემი თავგადასავალის მოყოლის ბოლოს ლიახსაც არ შეიძლება რომ არ შევაქოთ ჩვენი ცხინვალის ლიახვი. ჯერ დავლოცავ რომ ედინოს ათასობით წლები მოდის, ყოფილიყოს ის კავკასიონი, რომელიც ჩვენი სახლიდან ჩანდა და ის თოვლი რომ დადნებოდა და ლიახვი ადიდებოდა, იმის ნახვას არაფერი ჯობდა. აბა მოვისმინეთ. ცხინვალში შუა ლიახზე ერთი პატარა ხიდია. ამ ხიდით ჩვენთან მოდიან, ამ ხიდით ჩვენგან მიდიან. თურმე ეს ხიდი ოდითგან თამარის დროინდელია. კიდევ ვინ იცის ამ ხიდზე რამდენი გასავლელია. ხიდის თავსა და ბოლოში ეწერა გასარკვევლა და ხიდზე შესდგები სად მიხვალ, დაბრუნდები და სადაო. ზოგი სიმღერით გაივლის, ზოგი ცრემლებით გავაო. ზოგი პირველად გაივლის, ზოგი კი სულ მიდიან და წავაო, მოდიან. რომ ჩაუფიქრდი ამ სიტყვებს, არც ჩვენ ვართ, აქ მუდმივია. წუთი სოფელიც ხიდს აღგავს, სულ მიდიან და მოდიან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თუ გესიამოვნათ, კიდევ მოისმინეთ ერთხელ ორჯერ. მერთმა კარგი ფორუმი დაგიყენოთ, მხიარულობა, სიკეთე და ჯანმრთელობა. ვიზეც ვილაპარაკე, მათ ნეშამა ყოფილიყოს განყიდელში და მათთან ერთად კიდევ, ვისაც წასულები გყავთ მშობლები, მათიც. დიდი მადლობა. აი ამ ლამაზი მუსიკის ფონზე მე მგონის რომ ყველა ისიამოვნებთ, მერთმა სიკეთე მოგცეთ.